ოკუპირებულ ტერიტორიაზე შეტანილი საწვავის საკითხი აქტუალურობას არ კარგავს. ფორმულამ რამდენიმე დამატებითი დეტალი გაარკვია. შეპესე სოლიდუსი ამბობს, რომ საწვავი კომპანია Repsolისგან შეიძინა და პროდუქცია ოკუპირებულ ტერიტორიაზე შეიტანა. Repsolis კვალი პირდაპირ ქართულ ოცნებამდე მიდის. ამიტომ კობახიძის განცხადება თითქოს ეს მხოლოდ ბიზნესის გადაწყვეტილება იყო, დამაჯერებლობას კიდევ უფრო მეტად კარგავს. შეპესე სოლიდუსი არ ამხელს კონკრეტულად ვის მიჰყიდა აფხაზეთში საწვავი. სად არის გარანტია, რომ ის რუსეთის ხელში არ მოხვდა, რომელსაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე კონტროლი აქვს. სალომე ლაბაძე მოგვიყვება, რა პასუხები მოიპოვა დღეს. ჩვენი შეკითხების მთავარი ადრესატი უკვე მეორე დღეა ცხადია, რომ არის ქართული ოცნება, თუმცა ივანიშვილის პარტია რაიმე განმარტების შეთავაზებაზე საზოგადოებისთვის არ ზრუნავს. მათ თავიდანვე გვითხრეს, რომ აფხაზეთში, ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა იყო კერძო ბიზნესის ინიციატივა და შეიძლება ითქვას, რომ ამით სცადეს პასუხისმგებლობის მოხსნა ამ საქმეზე. ამიტომ ჩვენ შეკითხვებით დავუკავშირდით სწორედ ამ კერძო სუბიექტს, კერძო ბიზნეს სუბიექტს, რომელიც გუშინვე გაირკვა, რომ იყო კომპანია სოლიდუსი. კომპანია სოლიდუსის მფლობელმა გიორგი არველაძემ კი შეიძლება ითქვას, რომ ასევე უპასუხოდ დატოვა ჩვენი თავარი შეკითხვა იმის შესახებ, თუ ვის მიჰყიდა მან ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან შეტანილი საწვავი, ანუ საბოლოოდ ვის ავზში აღმოჩნდა ეს საწვავი. ამ დროისთვის ისევ რჩება უცნობი, ამაზე დადასტურებით რაიმე თქმა არის შეუძლებელი და შესაბამისად ეჭვი იმის შესახებ, რომ ეს საწვავი აღმოჩნდა სეპარატისტული რეჟიმის ხელში ან მოხმარდა თუნდაც რუსეთის სამხედრო ბაზების მუშაობას, რჩება ისევ ძალაში. თუმცა გიორგი არველაძემ გვითხრა, ვისგან იყიდა მან ეს საწვავი. ეს კომპანია კი აღმოჩნდა ის კომპანია, რომელზეც ფორმულას საკუთარი წყარო გუშინაც უყვებოდა, ანუ საუბარია კომპანია Repsolზე, რომლის კვალიც მაყურებელი სიუჟეტში ახლა სწორედ ამას ნახავს, რომ ქართულ ოცნებამდე მიდის. ვისგან შეიძინეთ ეს საწვავი, შეგიძლიათ გითხრათ? Repsoli, ვაგატან მუშაობ. კონექტის ქსელის საწვავს ახლა ოკუპირებულ აფხაზეთშიც მოიხმარენ. 300 ტონა საწვავის წარმომავლობა ფორმულასთან მყიდველმა კომპანიამ გაამხილა. სოლიდუსის მფლობელმა გიორგი არველაძემ გვითხრა, რომ $1,000,000 ლარზე მეტი საწვავისთვის, რომელიც ენგურს მიღმა გადაიტანა, მან Repsols გადაუხადა. Repsoli კი სწორედ კონექტის ბენზინგასამართის სადგურების ქსელითაა წარმოდგენილი. კომპანია 2014 წელს დაფუძნდა და უკვე მსხვილ იმპორტიორებს შორისაა. 100%-იან წილს აქ უჩა ურსმანაშვილი ფლობს. თუმცა აფხაზეთში რუსეთის გამო შექმნილი და მისთვისვე პრობლემური კრიზისის გადაჭრაში მონაწილეობა მხოლოდ ურსმანაშვილს არ მოეკითხება. კვალი პირდაპირ მიდის ქართულ ოცნებასთანაც. ამ ნაწილში კი ცენტრალური ფიგურა გოჩაინ უქიცია. სწორედ ოცნების დეპუტატი ფლობდა 2023 წელს იბერ კომპანიის, ანუ ჰოლდინგს, რომელმაც Repsols საჭირო ინფრასტრუქტურა გადასცა 4 სადგურის სახით. აფხაზეთში საწვავის შეტანის უკან, რომ სწორედ ეს ჯგუფი იდგა, ფორმულას წყარომ გუშინვე დაუდასტურა, რაც Repsolში უარყვეს. დღეს კი გვითხრეს, რომ საწვავის აფხაზეთში გატანის შესახებ არაფერი იცოდნენ. ის რა ჩვენთან ბევრი სხვადასხვა ქართული კომპანია ყიდულობს საწვავს რა და გადავამოწმებ მათ საკითხს და გავისაუბროთ. მაგრამ ამ შემთხვევაში საუბარია კომპანიაზე, რომელმაც აფხაზეთში შეიტანა ეს საწვავი და თქვენ ხომ ალბათ შეუძლებელი არ გცოდნოდათ სადაპირებდა ის ამ საწვავის აღებას. როგორ არის ესე ჩვენთან ყიდულობს, არ ვიცი რა 3000-ზე მეტი კომპანია საწვავს რა და სად შეიძლება მიქონდეთ და როგორ 300 ტონა საწვავით არ არის მცირე მოცულობა რა. არც ბევრი არ არის ჩვენთვის. პრობლემურად ხედავთ თქვა რა თქვენს ასეთ მონაწილეობას ამ სქემაში? სქემაში მონაწილეობას, ანუ გაყიდვაში პრობლემას მე ვერ ხედავ. გამყიდველი დადგენილია, მყიდველი კი ისევ უცნობი რჩება. საბოლოოდ ვის ჩაბარდა საწვავი აფხაზეთის ტერიტორიაზე? გიორგი არველაძემ ეს არ გითხრა. სოლიდუსის მფლობელი გვეუბნება მხოლოდ იმას, რომ ეს რუსული სანქცირებული როსნეფტი არ ყოფილა. თუმცა აქ არველაძეს სიტყვაზე უნდა ვენდოთ, რადგან თავადაც თურმე მხოლოდ სიტყვიერი შეთანხმებით მოქმედებს. ფულის, როგორც ამბობს, საზღვარზე ქეშა დაიღო $1,000,000 ლარზე მეტი. ხელშეკრულებას არ აფორმებთ ამ დროს მყიდველთან. ხელშეკრულებას რა აზრი აქვს? მითხარი, ჩვენი სამართლებრივი სისტემა არ აღიარებს არანაირ იმას კომპანიებს და არაფერს, ხო? ჩვენ ხო. არსებობს თუ არა იმის გარანტია, რომ თქვენ მიერ შეტანილი საწვავი აფხაზეთის ტერიტორიაზე ნამდვილად მივიდა მოქალაქეებამდე და არ მოხდა მაგალითად სეპარატისტული რეჟიმის ხელში მის განკარგულებაში. ანუ აქაც უბრალოდ ენდეთ მაგალითად იმ კომპანიას, რომელსაც მიყიდეთ ეს საწვავი? თუ გქონდათ რამე გარანტია?
არის რაღაცა გარანტიები და მაგალითად? პირობები, რასაც ვენდობით და თუ ეგ პირობები არ შესრულდება, ეს მორჩება. ხდები ძალიან მარტივია. ხა ნდობის საკითხია, ეგ ხა მე ვის ვენდობი და რატო ვენდობი, ეგ ჩემი ბიზნეს მოლაპარაკების საქმეა. არველაძის ამ კომენტარით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ აფხაზეთში საწვავი შეტანა მომავალშიც გაგრძელდება. უკვე გაირკვა, რომ არც 300 ტონა ყოფილა ბოლო შენატანი. არველაძემ BMG-ს ოკუპირებულ რეგიონში დამატებით 100 ტონის გაყიდვაც დაუდასტურა. ჩვენ გუშინ ნახეთ 15 საათიანი რიგები სოჩში და დიდი უკმაყოფილება ჩრდილოეთ კავკასიაში. თუ ხვალ ჩვენ დავინახავთ, რომ სოჩში ყველაფერი დაწყნარდა და იქ მილიონი რუსი ტურისტია ჩასული და უკმაყოფილება ძალიან დიდია, მათ შორის აფხაზეთშიც უამრავი ტურისტია და დამშვიდება ჭირდება ახლა რუსეთს აი ამ ვითარების დაწყნარება და თუ ყველაფერი სოჩში დაწყნარდა, ჩათვალეთ, რომ ეს 100 ტონა, რომელიც გუშინ შევიდა აფხაზეთში, პირდაპირ თავს ამოყოფდა სოჩის ავტოგასამართ სადგურებს. ამ ფონზე კი ქართული ოცნება ისევ მომხდარის პოზიტიურად შეფუთვითაა დაკავებული. სოლიდუს აფხაზეთში ეკონომიკური საქმიანობის უფლება სწორედ ოცნების მიერ აქვს მინიჭებული. ივანიშვილის პარტია ამტკიცებს, რომ მიზანი რიგითი ადამიანების დახმარება იყო და ეს გამოვიდა კიდეც. ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც ექვემდებარება და ემსახურება ქვეყნის ტერიტორიალურ მიღწევას. სად არის იმის გარანტია, რომ მოქალაქეებამდე მიაღწია ამ საწვავმა და ის არ აღმოჩნდა სეპარატისტული რეჟიმის ხელში ან არ მოხმარდა სამხედრო ბაზების მუშაობას? გარანტია თქვენ შეიძლება მოგიგითხოთ მოქალაქეებს, შეიძლება იგითხოთ თუნდაც გალის მასწავლებლებს, თუნდაც აფხაზებში. თქვენ მოიკითხეთ? თქვენ დაინტერესდით, რამდენად მიიღეს მათ ეს დახმარება? ჩვენ ყველაფერს ვაკონტროლებთ. რა ინფორმაცია? ინფორმაცია დავეხმაროთ ჰუმანიტარულ მიზნებს. ამ შესახებ რატომ არაფერი თქვა მაშინ ქართულმა ოცნებამ? ძალიან ბევრ რამეს ვაკეთებ, მაგრამ ყველაფერს არ ვაცხადებ. რისკებზე საუბრობს ოპოზიცია. სად არის იმის გარანტია, რომ საწვავი სეპარატისტული რეჟიმის განკარგულებაში არ მოხვდა, ან საბოლოოდ რუსეთის ბაზების მუშაობას არ მოხმარდა. ომის დროს ეს პროდუქტი სამხედრო დანიშნულებისაა. ამასთან ის აქსიზური ნედრეულია, რის გაყიდვასაც ნიკა გვარამიას განმარტებით მთავრობისგან სპეციალური ნებართვა სჭირდება. ასეთი კი არ არსებობს, რაც კანონის დარღვევას ნიშნავს. ვის აქვს გარანტია, რომ იქ სადაც რუსეთი წყვეტს ყველაფერს ეს ბენზინი რუსულ მანქანებში პირდაპირ მნიშვნელობით სამხედრო მანქანებში და გადატანითი მნიშვნელობით დიდ სამხედრო აპარატურში არ ჩაისხა. ეს არის რუსული სამხედრო მანქანის დახმარება და დიდი ეჭვი გვაქვს, რომ ბენზინის გარდა სხვა ტიპის პროდუქცია, კერძოდ ორმაგი დანიშნულების პროდუქცია და იმ ტიპის საყოფაცხოვრებო ტექნიკა, რომელიც რუსული სამხედრო მანქანისთვის აუცილებელია ჩიპების მომარაგების კუთხით, არის ამავდროულად აფხაზეთში შეტანილი. დარღვია თუ არა კანონი ოკუპაციის შესახებ და ეხმარება თუ არა ოკუპანტს. ეს შეკითხვები ქართულ ოცნებას საკუთარი პარლამენტიდანაც გაუგზავნეს. კითხვების ავტორი გიორგი გახარიას პარტია.